მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტ მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International-ი. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ პროექტ მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების უნარების გაძლიერება მედია წიგნიერებების მიმართულებით, რაშიც მოიაზრება დემოკრატიის პრინციპების გაცნობა, ყალბი ინფორმაციის გარჩევა, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და სხვადასხვა თემები. ამ ყველაფრის გარშემო. ამის შესახებ ჩატარდა ტრენინგები, დღეს იყო სწორედ ერთ-ერთი ტრენინგი. ტრენინგის შესახებ უფრო დეტალურად გაგვესაუბრება დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, მასთან გადავალ ეხლა კითხვით. მოგესალმებით, პირველ რიგში გაეცანით ჩვენს მსმენელს. მოგესალმებით, თეა გველესიანი, ფსიქოლოგი. დღევანდელი დღის შესახებ რომ ვისაუბროთ, რის შესახებ ტარდებოდა დღეს ტრენინგი? დღევანდელი დღე იყო საზოგადოებისთვის კომუნიკაციის უნარების განვითარების ტრენინგი ჩავატარეთ ბოლნისის მოსახლეობისთვის. რამდენად დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობ და ანუ აი ამის შესახებ ატარებ ტრენინგებს კომუნიკაციის მხრივ? მე ტრენერ-კონსულტანტიც ვარ, ფსიქოლოგი ვარ პროფესიით და ასევე ტრენერ-კონსულტანტი და 20 წელზე მეტია, რაც ვატარებ ტრენინგებს, სოციალური უნარების ტრენინგებს, არა მხოლოდ კომუნიკაციის, შეიძლება იყოს გუნდური მუშაობა, ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, ვიცი, კიდევ ბევრი სხვა შეიძლება იყოს. ხო. კი ბატონო. ტების მართვა მათ შორის. როგორი იყო ტრენინგში ჩართულობა, რამდენად იყო დაინტერესებული საზოგადოება ამ მხრივ? ძალიან კარგი ჯგუფი იყო აქტიურობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქტიურად ერთვებოდნენ. ეს ტრენინგი გულისხმობს ინტერაქტიულ პროცესს, ამ სავარჯიშოები ქონდა და ამ სავარჯიშოებში ძალიან დიდი ენთუზიაზმით ერთვებოდნენ. შემდგომ სავარჯიშოსი ქონდა ხოლმე განხილვები და ამ განხილვებშიც ძალიან აქტიურად ერთვებოდნენ და პირადი მაგალითებიც მოყავდათ ძალიან შესატყვისი იმისთვის, რომ ეს სავარჯიშოში მიღებული გამოცდილება ცხოვრების კონკრეტულ მაგალითებთან შეედარებიათ და რაღაც მე ვაჯამებდით ხოლმე თეორიით, რომელიც თქვათ მეცნიერებაში არსებობს ამ საკითხებთან მიმართებაში და ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ამ ტრენინგმა. რამდენად პროდუქტიული იყო თქვენი აზრით დღევანდელი დღე და აი საზოგადოება მოსახლეობა რომელიც დაესწრო, ვინც ჩართული იყო დღეს ამ ტრენინგში, რამდენად ეფექტური იყო მათთვის ეს ტრენინგები? მათი უკავშირით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ, როგორც თქვი უკვე, აი პირადი მაგალითები რადგან მოყავდათ, მათთვის ეს აქტუალური გამოდგა ეს საკითხი და ზოგადად თუ ავიღებთ ახლა საზოგადოებაში, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვისაც აქვს სურვილი და მიზნად ისახავს კომუნიკაციური უნარების განვითარებას მუშაობს თავის თავზე, რა თქმა უნდა, რომ ესეც საზოგადოება იქნება უფრო ჰარმონიული თანაცხოვრებაში და მიმართული იმიქითკენ, რომ პოზიტიური მიზნები საზოგადოებისა იყოს მიღწეული და ვფიქრობ, რომ პროდუქტიული გამოდგა, იმიტომ რომ როგორც თქვი, აქტუალობა საკითხისა იყო მონაწილეებს შორის, მათი ჩართულობაც იყო და ისიც თუ რას შეცვლიდნენ თავის ცხოვრებაში და შეძლებენ მიზნების უკეთ მიღწევას, თქვა და კიდევ ერთი რა ძალიან მნიშვნელოვანი ირწმუნეს, რომ მათ შესწევთ უნარი, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც თვითონ არიან, მოახდინონ პოზიტიური გავლენა ცვლილებაზე და აი ეს ურთიერთობებს პოზიტიური ელფერი მიანიჭონ. დღევანდელ დღეს კომუნიკაციის უნარი ალბათ ყველა ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ დღეს თუ ავიღებთ, სადაც განსაკუთრებით მძაფრად არის განსხვავებული მოსაზრებები საზოგადოებაში და ეს განსხვავებული მოსაზრება ხდება ხოლმე საფუძველი ზოგჯერ კონფლიქტური სიტუაციებისა, მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმის გათვალისწინებას, რომ ეს განსხვავებულობა არ არის
საფუძველი კონფლიქტის და შესაძლებელია პირიქით როგორც საინტერესოს ესეც უნდა შევხედოთ ამ მოცემულობას და შეგვიძლია მიუხედავად იმისა რომ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს გავცვალოთ ეს მოსაზრებები მშვიდად წყნარად ღირსების შელახვის გარეშე ერთმანეთზე თავდასხმის გარეშე და მე ვფიქრობ ეს დღეს ძალიან დაეხმარება საზოგადოებას თუ ადამიანები ცდილობენ რომ ერთმანეთის მიმართ ეს გაუცხოება კი არ გავაღრმავოთ არამედ მათი განსხვავებულობა მისაღები გავხადოთ და შეგვეძლოს ერთმანეთთან ურთიერთობა იმის მიუხედავად რომ განსხვავებულად ვფიქრობთ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე დღეისთვის გემშვიდობებით. გიტოვებთ თეთრი კარვის კიდევ ერთ ეპიზოდს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მე დღეისთვის გემშვიდობებით. გიტოვებთ თეთრი კარვის კიდევ ერთ ეპიზოდს. უყურეთ, ისიამოვნეთ, იხალისეთ, ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. ერთი კვირა გავიდა, მე ვარ ბატონი დიმიტრი და ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა მინდა მოგასმენინოთ შეპირებული საუკეთესო ლობიანის რეცეპტი. მოგესალმებით. დღეს მოვამზადოთ კლასიკური ტრადიციული ლობიანები. ამისათვის დაგვრჩება პირველ რიგში ცომი. გამოვიყენოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი. 800 გრამ ფქვილი დაგვრჩება, 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და მარილი კოვზნახევარი. ასევე 9 ლიტრი თბილი წყალი. ეს ყველაფერი გადაურვეთ ერთმანეთში კარგად, რომ გავაერთიანოთ მასა. ფქვილი ბოლომდე გამოიყენეთ, 800 გრამზე მეტი ფქვილი არ დაგჭირდებათ. ბოლოს უნდა ჩაზილოთ ზეთით, თვალის ზომით უნდა აკონტროლოთ ზეთის ნორმა. და საშუალოდ 10 წუთი უნდა მოძულოთ, რათა გამოვიდეს ელასტიური ცომი. კარგად მოზელილი, რასაც ქვია, რომ ლობიანების წყობისას გემრიელი გამოვიდეს ლობიანი. ჩვენი მოზელილი ცომი დაასვენეთ, გადააკარით პარკი და გააჩერეთ თბილად გლას, რათა აფუვდეს. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი, მე მოვხარშე მინდვრის ლობიო, ძალიან გემრიელი იყო და მე მიყვარს ლობიანში ხახვი, ამიტომაც ერთი თავი ხახვი დავჭერით წვრილად ძალიან და მოვთუშე ზეთში. თუ თქვენ არ გიყვართ ლობიანში ხახვი, ამ შემთხვევაში ხახვს რომ მოვთუშავთ, გადაწურეთ ზეთი და მხოლოდ გამოიყენეთ ეს არომატული ზეთი, რომელსაც ხახვი მისცემს თავის არომატს და ძალიან უხდება. ასევე უნდა დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მე ამ შემთხვევაში სხვა დამატებითი არანაირი სუნელი არ გამომიყენებია. და მოუზილე ესეც კარგად უნდა გადაურიოთ ერთმანეთში, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. და გეტყვით ერთ საიდუმლოს, გული არ დაგეშლებათ, ცალ-ცალკე არ წავათ, თუ ლობიოსთან ერთად მოხარშავთ ერთ კარტოფილს და გაატარებთ ამ კარტოფილს საერთო მასაში გადაურევთ. იქნება ერთგვაროვანი მასა. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. შენაგაშენა ღმერთმა. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, მე ირმა ვარ 42 წლის. ბავშვობიდან წერ ლექსებს, მაგრამ არ მიბეჭდავენ. სადაც არ გავაგზავნე, ყველგან უარით გამომისტუმრეს. თან მეუბნებიან ძალიან კარგი ლექსებიაო, მაგრამ აი თქვენთანაც ვაგზავნი. ეს ლექსი გუშინ დავწერე. დიახ, გისმენთ, ვეცდებით დაგეხმაროთ, გისმენთ. სახლი ქუჩის ბოლოს. მე მარტოობის სევდამ დამრია ხელი, ამ ქუჩის ბოლოს ის სახლი დგას რომ გელოდა. და ახლაც გელის და დარდობს, იქნებ ვეღარ ცნობ ნაცნობ ადგილებს, იქნებ შენც მეძებ, მაგრამ არ გახსოვს სად დგას ის სახლი. ამ სახლს კი ახსოვს ყველაფერი, შენი თვალები, შენი ხელები, მას შემდეგ ბევრი გავიდა წელი, გელი იქ სადაც ბევრი წელი გელოდი. კიდევ ერთი ლექსი მინდა წაგიკითხოთ. კი გენაცვალე, დიდი სიამოვნებით. უსათაურო. ორი პატარა გოგო ეზოში დახტის ახლა. მახსოვს მეც მქონდა ერთ დროს სწორედ ასეთი კაბა, მთელი ქვეყანა ჩემი მეწყო მეგონა ალბათ. მერე თანდათან თითქოს სულ ყველაფერი გაქრა, ორი პატარა გოგო ეზოში დახტის ახლა. მახსოვს მეც მქონდა ერთ დროს სწორედ ასეთი კაბა,
სწორედ ასეთი კაბა. დიდი მადლობა, რომ ჩემი ლექსი ეთერში გაუშვით. შეგახსენებთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ როგორც ხმოვანი, ისე ჩვეულებრივი წერილები და ასევე დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი დრო ამოიწურა, ძვირფასო მსმენელებო. შევხვდებით ერთ კვირაში. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი ამბებიც გვექნება. აბა დროებით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.